საკმაოდ საინტერესო ინიციატივა კინკლაძე გლობალმა მანჩესტერ სიტისა და უზბეკეთის ფეხბურთის ხელმძღვანელობას შორის ისტორიულ შეხვედრას შეუწყო ხელი. კინკლაძე გლობალის წარმომადგენლებმა უზბეკეთის სპორტის სამინისტროს, უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციისა და ოლიმპიური კომიტეტის კოლეგებთან ერთად მანჩესტერ სიტისა და სიტი ფუტბოლ გრუპის ოფიციალურ პირებთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრა გამართეს. სხვა შორის საინტერესოა, რომ უზბეკეთი მიჩნეული იქნა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მმართველობად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უზბეკეთის ნაკრებმა პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა და ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველი უზბეკი ფეხბურთელის წარმატებული თამაში ასევე არ დარჩენილა ყურადღების მიღმა მანჩესტერ სიტიში თამაშს გულისხმობთ. ცხადი ამ შემთხვევაში საუბრობთ აბდუკოდი ხუსაინოვის მართლაც საინტერესო თამაშზე მანჩესტერ სიტის შესაბამისად მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უზბეკეთის ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერის კონკრეტულ შესაძლებლობაზე და განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე და საერთაშორისო ჩარჩოებზე გაკეთა. სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ამ კუთხით ასევე შეფასება გააკეთა კინკლაძე გლობალის დამფუძნებელმა გიორგი კინკლაძე მანჩესტერ სიტის ლეგენდამ. გიორგი აღნიშნავს, რომ როდესაც ინგლისში თამაშობდი, ყველაზე დიდი რაც შევიძინე საერთაშორისო გამოცდილება იყო სხვადასხვა სტილის, განსხვავებული მოლოდინებისა და მენტალიტეტის გაცნობა. ეს სამუდამოდ ცვლის მოთამაშესა და მწვრთნელს, რასაც კინკლაძე გლობალი აკეთებს უზბეკური ფეხბურთის პირდაპირ დიალოგში ჩართვა სიტი ფუტბოლ გრუპთან არის ზუსტად ის შესაძლებლობა, რომელსაც ვისურვებდი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ლაშა მაჭავარიანი ასევე კინკლაძე გლობალის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველთვის წარმოადგენდა ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. მსგავსი შეხვედრები ზუსტად აჩვენებს თუ როგორ შეიძლება ამ როლის სხვადასხვა სპორტის განვითარებასა და რეალურ შედეგებში ითარგმნა. ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმნით სივრცე ამ დიალოგისათვის და გვჯერა, რომ მანჩესტერ სიტისა და უზბეკურ ფეხბურთს შორის პარტნიორობას აქვს შთამბეჭდავი პოტენციალი. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ამ კუთხით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სწორედ საქართველოს ჩართულობით ხორციელდება და როგორც ამ შემთხვევაში ლაშა მაჭავარიანიც აღნიშნავს, დიახ, საქართველოს ყოველთვის იყო ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ამ კუთხით რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ჩართულობა. კინკლაძე გლობალი ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი კინკლაძის მართლაც ეს შესანიშნავი ინიციატივა ლაშა მაჭავარიანთან ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას საქართველოში და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, შემთხვევაში უზბეკეთზე ვისაუბრეთ, გაუხსნის გზას დიდი ფეხბურთისკენ და რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლებელია ინფრასტრუქტურის გარეშე და ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა და აღნიშნის ღირსია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები საქართველოში, კერძოდ საუბარია აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობის მიმდინარეობაზე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებას განაგრძობს აბაშაში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევას სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან, სამეგრელოს ზემოსვანეთის სამხარეო ხარისის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გაესწრო ადგილზე ცხადია. ქალაქ აბაშაში აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და 300 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტი სრულფასოვანი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, მათ შორის ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც სხვა შორის ყოველთვის პრობლემურია ხოლმე. გასახდელების ძველი წერტილები, დაცვით დამხმარე სივრცეები, რეალურად ჩვენ მივიღებთ სრულფასოვან პროექტს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური სისტემები, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ახალი სპორტული კომპლექსი ადგილობრივ ახალგაზრდა სპორტმენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს შესთავაზებს და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. სხვათა შორის პროექტ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 4.8 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მნიშვნელოვანი პროექტია, როდესაც ჩვენ საუბრობთ განსაკუთრებით
ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. რა თქმა უნდა, დაუბრუნდეთ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბევრი კუთხით გვაქვს განსახილველი, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო საკითხი ჩვენ ყოველთვის მიმოვიხილავთ ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატს და ყოველთვის ყურადღებით ვეცნობთ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ტენდენციებს Financial Times-ის სიახლეებთან ერთად და საინტერესო რამ ნახეთ თუ როგორ ხდება თანამშრომლების ხელშეწყობა ისეთი გიგანტი კომპანიების მიერ როგორიც არის JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი, როგორ უწყობენ ხელს თანამშრომლებს. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ბანკირებისათვის ოფისში ყოფნის სავალდებულო ნორმები დროებით შემსუბუქდება ამ ორი გიგანტის მხრიდან, რადგან მსოფლიოს უდიდეს სპორტული ღონისძიების დროს ხშირია სატრანსპორტო შეფერხებები, საცობების და გამო შესაბამისად ითვალისწინებენ, ასე ვთქვათ, თანამშრომელთა აი ამ პრობლემურ ნაწილს საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის თანახმად Wall-Street-ის კრედიტორებმა თანამშრომლებს განუცხადეს, რომ მატჩის დღეებში სახლიდან მუშაობის ნებართვა შეუძლიათ მათ რომ მოითხოვონ, მას შემდეგ რაც მასპინძელ ქალაქებში, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად აღინიშნოს ნიუ-იორკი, გზარობის შესაძლო სირთულეები უკვე ძალიან ცალსახაა. ამ პერიოდის განმავლობაში ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ასობით ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი იკრიბება და ეს ტერიტორიები მუდმივად ასე ვთქვათ იკეტება ამ ნაწილში გულშემატკივრების მიერ და ცხადია მიიღეს გადაწყვეტილება Goldman-მა, JP Morgan-მა, რომ ამ შემთხვევაში დისტანციური მუშაობა კვლავ ძალაში დაბრუნდება. რაც გულისხმობთ კვლავ ძალაში დაბრუნებას, ვინაიდან მანამდეც არსებობდა პრაქტიკა, მოგეხსენებათ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ეგრეთ წოდებული სახლიდან მუშაობის, დისტანციური მუშაობის და ეს პრაქტიკა ნაწილობრივ აღდგა სხვა შორის City Group-მა, რომელმაც პანდემიის შემდგომ მოქნილი სამუშაო პოლიტიკა შეინარჩუნა, ასევე მოუწოდა საკუთარ თანამშრომლებს ჰიბრიდული როლში დასაქმების გაგრძელებისკენ და ტურნირის დროს შეუძლიათ მათ დისტანციურად ისაუბრონ. Financial Times-ის მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად ამ კუთხით JP Morgan-ის მაგალითად დროებითი პოლიტიკა ვრცელდება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ყველა თანამშრომელზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში არის დასაქმებული. სხვათა შორის ეს საინტერესო ტენდენცია აღნიშნულია, რომ Goldman იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც მაგალითად ჩვენ ვახსენეთ პანდემიის ეპოქაში დისტანციური მუშაობა 2021 წელს დაასრულა, ხოლო JP Morgan-მა გასულ წელს თანამშრომლების უმეტესობა კვირაში 5 დღით, ანუ ფაქტობრივად სრული სამუშაო პერიოდით ოფისში დააბრუნა და აი ახლა ამ ნაწილში გადაწყობა უწევთ. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა გამოსავალი ამ ნაწილში არ არსებობს. საბოლოო ჯამში აი მაგალითად Goldman-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამ ჭრილში ჯობს, რომ თანამშრომლების ეფექტურობის შენარჩუნების კუთხით დისტანციურ მუშაობას პარალელურად გაუწიონ გარკვეული ტიპის მონიტორინგი. მოკლედ ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო ვითარებაა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ გიგანტებზე, ხომ? საბანკო სექტორის გიგანტებზე, საფინანსო სექტორის გიგანტებზე, Wall Street-ის გიგანტებზე და რა თქმა უნდა, ამ კუთხით გვხვდება ასევე ინფორმაციები, ხა ამ გიგანტებს ყურადღება Financial Times-მა დაუთმო, მაგრამ ინტერნეტ წყაროებში გვხვდება სიახლეები, სადაც საუბარია ბევრმა კომპანიამ ამ თვალსაზრისით საკუთარ თანამშრომლებს მისცა თავისუფლება დისტანციური მუშაობის. სხვათა შორის საინტერესოა პანდემიის გამოცდილება, ვინაიდან ბევრმა მენეჯერმა ახლა იცის კიდევ უფრო მეტად აქტიურად თუ როგორ მართოს საკუთარი თანამშრომლები დისტანციურად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს ჩვენ რეალობაში საუბრობთ დროებით ზომაზე, ვინაიდან როგორც ასევე სტატიის ანალიტიკურ ნაწილში აღნიშნულია, ეს ზომები დაბრუნდება, ანუ სრულად აღდგება, ასე ვთქვათ, ფიზიკური სამუშაო პროცესი, ანუ საოფისე სამუშაო პროცესი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან, ანუ ფაქტიურად დაუყოვნებლივ. და რამოდენიმე სიახლე კვლავ მსოფლიო ჩემპიონატიდან ვცადეთ, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წყარო ტრანსფერმარტი კვლავ გამოგვეყენებინა, გვესარგებლა და შეგვეფასებინა გარკვეული საკითხები, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესოა. პირველი დიაგრამა
ამ კუთხით, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას სოფლიო ჩემპიონატში ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების შესახებ და ვხედავთ ათეულს ამ შემთხვევაში, რომელიც ხდება საფრანგეთის, შედგება მოდის ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, ბრაზილია, არგენტინა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ბელგია. ახლა მაყურებელმა შეაფასოს ფინანსები ვის როგორ შველის ამ კუთხით, თუმცა კი ფანტასტიკური მაჩვენებლებია ამ თვალსაზრისით, როდესაც თანხები აღემატება მილიარდს და ამ შემთხვევაში 500 ათეულის შემთხვევაში ათეულს ხურავს დაახლოებით 550 მილიონამდე შეფასებული ბელგიის ნაკრები ამ კუთხით, ხედავთ კოლოსალურ თანხებს ამ შემთხვევაში, რომელიც არის სატრანსფერო ღირებულებით წარმოდგენილი სხვა ნაკრებების კუთხით და თუსაც შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ამ შესახებ ჩვენ ერთ-ერთ შემდგომ ანალიზში აუცილებლად გეტყვით, არც თუ ძალიან შორს ამ ნაწილისგან და ეს საამაყოა ამ თვალსაზრისით. თუმცა ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნაკრებებზე, ნაკრებების ღირებულება, სატრანსფერო ღირებულებას რა თქმა უნდა ფეხბურთელები ქმნიან. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ათეულს ამ შემთხვევაში, უფრო ზუსტად გამოგვივიდა 11 ვინაიდან ბოლო მე-11 შემთხვევაში ამ შემთხვევაში ვსაუბრობ თანაბარი ღირებულების 120 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელებზე, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები იამალის შემთხვევაში აქ ვსაუბრობ ჩვენ 200 მილიონზე. ცხადია, რომელსაც ნორვეგიელი გიგანტი მოყვება, ცხადია ასევე 200 მილიონის ღირებულებით და ვხედავთ ასე ვთქვათ, შემდგომ სატრანსფერო ღირებულებას თითოეული ფეხბურთელის საკმაოდ ამბეჭდავი ნაწილია 11-ეული, მე-11 ადგილები კიდევ ერთხელ თანაბარ ჭრილშია ამ შემთხვევაში წარმოდგენილი და მე მინდა ამ შემთხვევაში ვიტინიას და ჟუაუ ნევეს მივაქციოთ ყურადღება მე-6-ე, მე-7 ადგილს და რატომ მივაქციოთ ყურადღება, ახლა ვიგაჩვენებთ შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ კვარას ფასს, ჩვენი ხუჩა კვარაცხელიას ფასს და ხუჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება არის 140 მილიონი. დიახ, საქართველოს ნაკრები რო სოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდეს, ხუჩა კვარაცხელი აი ამ წამყვან, რომელიც მანამდე ვაჩვენეთ, ჩვენს წამყვან ათეულში დაიკავებდა ადგილს მე-6-ე, მე-7-ე, მე-8 პოზიციებზე, ანუ აი ამ სამ ნაწილს გაიყოფდა სხვათა შორის მისსავე თანაგუნდელებთან ერთად და დიახ, კარგი იქნებოდა ეს ნაწილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მაღალი სატრანსფერო ღირებულებით ხუჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად აუცილებლად დაბრუნდება, აუცილებლად ეკნება დებიუტი უფრო ზუსტი რომ ვთქვათ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად და დიახ გაზრდილი სატრანსფერო ღირებულებით ვინაიდან მე არ ამგონია რომ როდესაც ჩვენ დასაწყისში პირველი მეორე 200 მილიონიანი ფეხბურთელები ვახსენეთ ხუჩა რაიმეთი მათ ჩამოუვარდებოდეს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ნაწილი ასეც იქნება და კიდევ ერთი დიაგრამა, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას მუდმივად სადისკუსიო ნაწილს, რომელიც არცხრება FIFA-ს ბილეთებთან დაკავშირებით და საინტერესო ანალიზი ვნახეთ ამ კუთხით, რომელიც გვაჩვენებს 2022 წლის და 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შედარებას. ცხადია, არ შევალთ აქ ძალიან ღრმად და ვრცელ ანალიზში, თუმცა ერთი რაც ცალსახად უნდა აღინიშნოს ამ კუთხით, არის ის, რომ მაგალითად თუ ჩვენ შევხედავთ აი ფინალური მატჩების ბილეთების, აი მხოლოდ ბოლო ნაწილის შედარებას, რიგ შემთხვევაში 5-ჯერ, რიგ შემთხვევაში 10-ჯერ არის გაზრდილი ფასები. ეს არის ის ვითარება, როდესაც ყველა საუბრობს ამ შემთხვევაში და ყველა აკეთებს აქცენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ჯამში, ასე ვთქვათ, თუ რა არის გამომწვევი ამ ბილეთებთან დაკავშირებული სხვადასხვა დისკუსიის და აი ხედავთ ზუსტად ამ განსხვავებებს რომელიც ჩვენ გვაქვს. დიახ, ეს რაც შეეხებოდა სოფლიო ჩემპიონატის ამ ანალიზის ნაწილს, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე, როგორც უკვე მივხვდით, ჩვენი ასე ვთქვათ, რუბრიკის დასკვნით ნაწილში აქცენტს გავაკეთებთ უკვე კონკრეტულად ერთი კლუბის მიმოხილვაზე და შეუძლებელია რომ არ მიმოგვეხილა უოტფორდის მაჩვენებლები ამ კუთხით. ინგლისური კლუბის ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩემპიონშიპის და არა პრემიერ ლიგის, თუმცა არც თუ დიდი ხნის წინ იყო ამ შემთხვევაში პრემიერ ლიგის წევრიც უოტფორდი, აღონ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ, იმ მაჩვენებლებზე, იმ ციფროვან მაჩვენებლებზე, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვიხილეთ, საკმაოდ მოგრძალებულ ნაწილზე 90 მილიონამდე სატრანსფერო ღირებულება ამ შემთხვევაში, რომელიც გააჩნია ამ კონკრეტულ კლუბს, თუმცა საკმაოდ საინტერესო
საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მას პლუს ნიშანი აქვს დაფიქსირებული ამ წელში 6 მილიონის ნაწილში და შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ უთარებას, რატომ დავინტერესდით ამ კლუბით და რა თქმა უნდა ამ კლუბით დავინტერესდით ორი ქართველით, საბა გოგლიჩიძე, რომელიც ამ შემთხვევაში არის ახალი წევრი 3.5 მილიონის ღირებულებით და შემდგომი გრაფიკა რა თქმა უნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამ შემთხვევაში არის ოტფორდის შედარებით უფრო გამოცდილი იგივე ღირებულებით, მაგრამ შედარებით უფრო გამოცდილი წევრი. ორივე ამ შემთხვევაში ერთი რამ აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ჩვენი ლეგიონერი იმსახურებს უფრო მაღალ პოზიციებს, უფრო ძლიერ პოზიციებს და უფრო მაღალ სატრანსფერო ფასს და ძალიან მოკლე ვიდეო მინდა ვნახოთ და მცირე მიმოხილვა ამ წელში, სწორედ ოტფორდთან დაკავშირებული ვიდეო და ჩაკვეტაძესთან დაკავშირებული ვიდეო. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის 30 ივნისს, რაც ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა, არ იყო ასე ვთქვათ ოტფორდისთვის წარმატებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ ჰქონდათ გარკვეული ზარალი და დეფიციტი და ეს დეფიციტი რეალურად გამოწვეული იყო 2022 წელს პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდგომ, ეგრეთ წოდებული ფეხბურთის მოყვარულებმა იციან ბჭყალებში პარაშუტის გადასახადის შეწყვეტ, რაც არის დამხმარე ანაზღაურების ნაწილი, როდესაც ჩემპიონშიპში გადადის გუნდი პრემიერ ლიგიდან. ამ გადასახადის შემცირებამ ბუნებრივია შექმნა გარკვეული ტიპის პრობლემები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯამში საკმაოდ საინტერესო წარმართა კლუბმა ასე ვთქვათ, საკუთარი სატრანსფერო პოლიტიკა, მათ შორის სატრანსფერო პოლიტიკის ნაწილია სწორედ გოგლიჩიძე, სატრანსფერო პოლიტიკის ნაწილია რა თქმა უნდა ჩაკვეტაძეც და ჯამში შეძლო, რომ 15 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტის მოგება მიიღო და დიახ, ერთ-ერთი დამაიმედებელი ფეხბურთელი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძეა და მათ შორის განიხილება სხვა წინადადებები გიორგისთან მიმართებაში. ვნახოთ, როგორ დაიწყება ჩემპიონშიპის მიმდინარე პერიოდი. რა თქმა უნდა, ამ კლუბზე აუცილებლად უნდა გვესაუბრა. დღეს კი Business Insiders რუბრიკა თამაშს გარეთ ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეების, მნიშვნელოვან საფეხბურთო თამაშს გარეთ ასპექტებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი შემდგომ გადაცემამდე გემშვიდობებით. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის